მეგობრებო, მოდით უცებ ვისაუბროთ კრიმინალური აზროვნების არქეტიპულ როლებზე, არქეტიპულ მეტნაკლებად პერსონაჟებზე, რომლებიც ჩემი აზრით ძალიან საინტერესოდ განისახიერებენ სხვადასხვა რაღაცებს და სხვადასხვა ასე ვთქვათ ფსიქოტიპებს. პირველი მოდი ჯერ დავყოთ სქესის მიხედვით, ანუ ქალთა ფსიქოტიპი, სამი ძირითადი ქალი მსახიობია, რომლებიც წარმოადგენენ ერთმანეთისგან რადიკალურად თუ არა მნიშვნელოვნად განსხვავებულ ადამიანებს. პირველი ეს არის გარსია, რომელიც არის უფრო მეტად რაღაცა ისეთი გოგოშკური, რაღაცა ფერადი, კეთილი, ემოციური, უფრო რაღაცა ბავშვობა აქვს ადამიანში შენარჩუნებული და რომ ცდილობს რომ ყველაფერში რაღაც პოზიტიური დაინახოს, რაღაც ნათელი დაინახოს, რაღაცა მიუხედავად იმისა რომ სფეროში მუშაობს, სადაც ყოველდღიურად მის თვალწინ გადის ადამიანის ყველაზე შემზარავი ისტორიები, მიუხედავად ამისა, სხვათა შორის ისეთ შესაძლო გახდეს დიაგნოზის საფუძველი, ანუ DSM-5-ში არის ერთ-ერთი მოცემულობა პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის წინაპირობათა შორის, რომ ანუ შეიძლება შენ არ გადაგხდეს, მაგრამ სამსახურიდან გამომდინარე წარდგენა შეიძლება გიწევდეს აი ესეთ მატრაუმირებელ ხშირ გამოცდილებებთან. მეორე ძალიან საინტერესო პერსონაჟი ეს არის პრენტისი, რომელიც არის უფრო მეტად ანუ ბალანსი, ანუ ძლიერი ქალი, მაგრამ უფრო სერიოზ ანუ ყველა პერსონაჟი, რომელზეც დღეს ვისაუბრებ, არის უძლიერესი ამ სერიალში, უბრალოდ ყველა თავისებურად არის წარმოდგენილი, ანუ გარსიასთან თუ ეს უფრო მეტად ოპტიმიზმშია წარმოდგენილი, პრენტისთან ეს უფრო მეტად მისი ხასიათის ემოციურ სიმყარეში, მის სტაბილურობაში, შეუვალობაში, ანუ იმაში, რომ ანუ ბოლომდე რაღაც ყველანაირი ვთქვათ გადაზომა, გადამოზომების, შერბილებების, შელამაზებების, ზედმეტი ტაქტიანობების გარეშე ამბობს თავის ათმოს და აკეთებს თავის გასაკეთებელს. JJ-ს რაც შეეხება, ეს არის რაღაც ბალანსი თითქოს აი ამ ორ ქალს შორის, ის არის ძალიან ემოციური, ძალიან ისეთი ფაქიზი, ტაქტიანი, ძალიან ჭკვიანი, მაგრამ არის მეც რაღაცა უფრო ისეთი უფრო ოპტიმისტი, უფრო მაგრამ ასევე ძალიან ისეთი მეტნაკლებად მეც უფრო მეტად იჩენს სიმტკიცეს და ანუ მისი კონკრეტული პოზიციიდან გამომდინარეც ის ირჩევს განსახილულ საქმეებს. ყველაზე ისეთი პერსონაჟია რა, ანუ ასე ვთქვათ ემოციური დასაყრდენია ყველასთვის და ანუ თვითონ მისი წამყვანი მთავარი თვისება რაც არის ინტუიცია, აი ეხმაურება მის პერსონაჟს, ანუ თავისებურად აქვს ეს ინტუიციის როლი მორგებული. რაც შეეხება მამაკაცებს, 4 მთავარი მამრობითი სქესის წარმომადგენელი ფიგურაა კრიმინალურ აზროვნებაში. მინდა რომ პირველ რიგში განვიხილო უფრო სწორედ ხუთია. პირველ რიგში მინდა განვიხილოთ გიდეონი, რომელიც არის ანუ რეალურ თავიდანვე ვინც იყო ხო გუნდის ლიდერი. არ ვიცი MBTI-ით დაინტერესებული ხარ თუ არა ვინმე, მაგრამ ის არის ტიპიური, ნუ ასე მიიჩნევენ სხვა ადამიანებიც. ის არის ტიპიური INFJ ლიდერი, რომელიც ანუ თავისი სიბრძნით, თავისი სერიოზულობით, თავისი თანაგრძნობის უნარით უძღვება გუნდს და ანუ ის რეალურად აღიქმება ყველას მხრიდან როგორც საპატივცემლოდ. ერთია რომ საქმის პროფესიონალია და საქმის უძღვება ისე როგორც საჭიროა და არ კარგავს არც ემოციების კონტროლს, არც ვთქვათ რაღაც არანაირი გადაცდენა არ აქვს და მეორეა ის რომ როგორც გუნდისთვის არის რეალურად მამასავით ასაკითაც მათზე უფროსია. აი თუნდაც ერთი მაგალითი რომ გავიხსენოთ, როცა რიდს მიმართავს დოქტორის წოდებით და ანუ მე თვითონ აღარ მახსოვს რომელიღაც პერსონაჟი ამბობს რომ იმიტომ მოგმართავს დოქტორის წოდებით რომ შენ ჩვენში ყველაზე პატარა ხარ და უნდა რომ ყველა პატივისცემით გექცევდეს მიუხედავად იმისა რომ შენ მცირე ასაკის ხარ. მეორე ეს არის მორგანი, რომელიც ძალიან საინტერესო არქეტიპია. ეს არის რაღაც ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ანუ უფრო მეტად რაღაც გართობაზეა ორიენტირებული, სიამოვნებაზე, უფრო რაღაც ინეწყლიანია, გოგოებთან საკმაოდ წარმეტებულია, მაგრამ აქვს მყარი შინაგანი მორალური ღირებულებები, რომელიც ანუ უფრო მეტად აი ახალგაზრდა, უფრო რაღაც ენერგიული, უფრო რაღაც ფიზიკური აქტივობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მესამე ეს არის სპენსერ ρίდი, რომელიც არის უჭკვიანესი, უსაყვარლესი, უკეთილშობილესი, მაგრამ არის ასაკით პატარა, ობიექტურადაც ასაკით პატარა და ყველაზე ბავშვურია შედარებით, ხო? აი უფრო მეტად რაღაც პატარა გენიოსია და ანუ ეს არის შემეც რაღაც გარდამტეხი პერიოდი, როდესაც აი სამი სხვადასხვა ფაზა შეიძლება დავყოთ აქ ასაკობრივად, მაგრამ რიდი არის ყველაზე პატარა, ყველაზე ბავშვური, რომელიც რაღაცა ემოციურად მეტნაკლებად მაინც იმზადება
ანუ რეალური ცხოვრებაც ხო ასეთია რა ძალიან ბევრი ისეთი მძიმე მოვლენებით არის თავზე პირადი თუ უფრო მეტად გარემოში აღქმული ეს აშინელებები ხო და ანუ ასე ვთქვათ ცხოვრების მეტაფორადაც შეგვიძლია ეს აღვქვათ რომ ანუ შედის აი ამ ახლა იწყებს ცხოვრებას შემდეგი ეს არის ჰაჩი ანუ უკვე მომდევნო სეზონებში მესამე სეზონიდან თუ მეორე სეზონიდან უკვე ის არის გუნდის ლიდერი და ეს არის აი კლასიკური არქეტიპული მამაკაცი შუახაზ მიახლოებული როგორიც უნდა იყოს ანუ თამამი გაწონასწორებული ასე ვთქვათ ბოლომდე თავგანწირული შეუვალი მტკიცე ანუ ეს არის რაღაც ასე ვთქვათ ანუ იდეალია ერთგვარი მამაკაცის აქ ჩამოყალიბებული შუახნის მამაკაცის როგორიც უნდა იყოს და ანუ ასე ვთქვათ რაღაცა ერთგვარი ეს არის ხო ანუ მართლა მამასავით იდგებს აი ამ ლიდერის როლს დამძიმებულია მაგრამ ანუ ეს პირიქით მოგწონს როცა უყურებ და ანუ ზუსტად იმიტომ მოგწონს რომ აი მისი თავისებურება ეს არის რომ ანუ არა რაღაცა ისეთი მხიარული და გართობის და რაღაც იგიჟების მოყვარული ანუ არა ის უკვე ჩამოყალიბებულია ну იქ რაღაც მე ოჯახთან როგორი თბილია ის ჩანს სხვა რაღაცებ თანამშრომლებთანაც სამსახურს გარეთ როგორი თბილი და ყურადღებიანი აი ესეც ჩანს ანუ მხოლოდ ანუ ესე ცალსახად არ არის ხო შევსებულია ეს პიროვნება ყველაფერი უბრალოდ წამყვანი ხაზი ეს არის იდეალის ჩამოსხმა ასე ვთქვათ ჩამოყალიბება აი ამ სერიალში და მეოთხე ფიგურა ეს არის როსი რომელიც და ანუ გიდეონთან ერთად იყო აი ამ განყოფილების ქცევითი ანალიზის განყოფილების ფსიქოპატებზე მუშაობის ჩამომყალიბებელი, რომელიც არის ასე ვთქვათ, აი ორივეს როლში ჰაჩიც არის, ანუ ლიდერიც არის გუნდის და მამასავითაც არის ასე ვთქვათ გუნდის მიმართ ასე დამოკიდებულებაც აქვს, მაგრამ ამასთანავე არის რაღაც მორგანიზებებიც აქვს, ხო, რაღაც მაინც ხედავთ, რომ მიხედავთ მისი ასაკისა, მაინც რაღაცას უხუმრობს, რაღაცას ცდილობს, რომ რაღაცა ცაროს თუ შეიძლება ეს ფრაზა გამოვიყენოთ. მოკლედ ვფიქრობ, რომ გენიალურია ამ სერიალის პერსონაჟები და ძალიან მიხარია რომ თუნდაც გამოსულ მე-16 და მე-17 სეზონი და მე ამას საერთოდ არ ვიცოდი, საერთოდ ჭურში ვიჯექი და თუნდაც მე-18 სეზონის გადაღებაც იგეგმება. მადლობა ყურადღებისთვის.